მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით Facebook-ის მომხმარებელს. უშუალოდ რესტორან დადიანის კომაგებს. მე მინდა დღეს შემოგთავაზო ერთ-ერთი უძველესი კერძი მეგრული სამზარეულოდან, რომელსაც ქვია გებჟალია. თქვენთვის ეს ნაცნობი კერძია, მაგრამ მე საკითხად ჩამოვიდოდ ყველა იმ პროდუქტს, რაც არის საჭირო ამ კერძისთვის. დავიწყოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ კერძში ყველაზე დიდ როლს თამაშობს, რომელიც უნდა იყოს ნატურალური, ჩვენი ხელით ამოყვანილი, აქვე ჩვენს ობიექტში, ჩვენს რესტორანში გაკეთებული, აგერ ბატონო სულგუნი იჭრება ხელნაჭრებლად. ჩვენ ახლა ამას მომზადებ ერთ-ორ პერსონზე. ეს მე თქვენს გემოვნებით, თქვენს როგორც გინდათ, ოჯახში გინდათ, სადაც გინდათ, თქვენებურად გააკეთებ, ეს სულგუნი დავჭერით ბარს. მატონი, რომელიც ისევე ჩვენს ობიექტში, ჩვენს რესტორანში, ჩვენს მიერ ზარეულებისგან არის შექმნილი, სულთან ეკოლოგიური ზე ნადუღი იტნა ამ კერძში განთქმული არ ეს ყველა მიცის და ასე შემდეგ. დავიწყებთ მზადებას. ამასობაში ჩვენ ვაკანგებ ადუღებული წყალი, მით უმეტეს აუღნიშნავ, რომ ეს არ არის ონკანიდან წყალი, ეს არის ბახმაროს წყალი, რომელიც ადუღდა, ჩავაგდებ სულგუნს. და აი ასეთი აპარატ დახმარებით, აი ასე. ერთი სულით გადავხარშავთ. გადავხარშავთ ამას ნელ ცეცხლზე. წყალი მაინდა-მაინც ძალიან არ უნდა ვადუღოთ, ვარ დაგვიშალოს ყველი. აი ეს პროცესი, გადახარშვის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ მიიღოს თავის ელასტიკური ესეთი პირი. აი ეს ბატონო გადმოგვაქვს. ხელით დამუშავება. ხელით დამუშავება. მივცემთ ფორმას. ეს ფორმას მივცემთ. აი ესეთი ფორმის მიცემა არავისთვის არ იქნება საპრობლემო. მიცი გარდმუნებული ვარ. აი ესეთი ფორმას მიცემთ. თავარია. ყველა მხარე იყოს ერთნაირი.
ამასობაში ჩვენ გვაქვს გატარებული ჩვენი პიტნის ნაზავი ვათავსებ ვანაწილებთ ყველა კუთხეში ვანაწილებთ ყველა კუთხეში განაწილდა ვიღებ ნაბუს ვათავსებ ვანაწილებ ერთ კუთხეში და ჩავკეცავთ რულეტივით ლამაზად. ის უბრალოდ გატარებული პიტნა თუ რამე აქვს? კი. დანაკლული არის ქვასანახში. კარგი იყო რომ გადაგვეყო მაგის დანაკლის პროცესიც, მაგრამ შემდეგ ჩართვაზე ვიდეო გადაღებაზე უფრო სწორედ ამას ჩვენ მოვახერხებთ. არაერთხელ გავაკეთებთ ამას ჩვენი მომხმარებლისთვის და ჩვენი გვერდის მეგობრებისთვის. დავჭირთ ამას. აი ასეთ ნაჭრებად შემოვარდება. მოვათავსებთ. აუბრუნდით მაწონს. რომელზეც ჩვენ გვქონდა ლაპარაკი. თუმცა ნატურალური მაწონი ჩვენი ხელით გაკეთებული. ნატურალური ზე. არანაირი განამარტებული გარეშე. მაწონში იგივე ნადუღი, იგივე აჯიკა. პატარა დეკორს გავუკეთებ. Mando, galera,